დღემშვიდობისა BMG-ის პირდაპირ ეთერში ახლა ქალების ნარატივის დროა. მე ვარ ჟურნალისტი ნიკა მეგუთმიშვილი და მომდევნო ნარესრული 1 საათის განმავლობაში საინტერესო სტუმრებთან ერთად საქმიან ამბებს გაგიზარებთ. რა თემები გაერთიანდება ჩვენს დღევანდელ ეთერში? ვნახოთ მოკლე ანონსი ამის შესახებ და გიბრუნდებით უკვე რამდენიმე წუთში სტუმრებთან ერთად. საქმიან კვირას და პარასკევით დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ის გამორჩეულ ტელეპროექტში 21 ნოემბერს 11 საათსა და 30 წუთზე ვმასპინძლობთ ელენე ბარათაშვილს, ლევან თითბერიძეს და თეო ზანგურაშვილს. Mars Marketing Solutions მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს თავაზობს. თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ, მიზნობრივ და შედეგებზე ორიენტირებულ მარკეტინგულ მომსახურებებს. უფრო დეტალურად სერვისებსა და გეგმებზე ქალების ნარატივის სტუმრები იქნებიან Mars Marketing Solutions-ის დამფუძნებლები ელენე ბარათაშვილი და ლევან თითბერიძე. Schools ახალი ხელმძღვანელი ყავს თეო ზანგურაშვილი, ბოლო წლებში ტექნოლოგიურ და სტარტაპ პროექტებში იყო ჩართული, ახლა კი საგანმანათლებლო პლატფორმას უხელმძღვანელებს. საკუთარ გამოცდილებაზე, გეგმებსა და ახალ პოზიციაზე მუშაობის მოლოდინებზე ქალების ნარატივში თავად თეო ზანგურაშვილი ისაუბრებს. სიახლეებით ქალი მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ის პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილში ახალ ქართულ კომპანია Mars Marketing Solutions გაცნობთ. ეს არის მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ, მიზნობრივ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგულ მომსახურებას თავაზობს. კომპანიაში აღნიშნავენ იმასაც, რომ მათთან თანამშრომლობით ნებისმიერი ზომის, წოვნისა და ბრუნვის მქონე ბიზნესი არა მხოლოდ შესრულებულ სამუშაოს, არამედ ისეთ სტრატეგიულ პარტნიორსაც იღებს, რომელიც სრულად და ბოლომდე ჩართულია მათ ზრდასა და განვითარებაში. კიდევ უფრო დეტალურად უნდა გავეცნოთ Mars Marketing Solutions-ი, მისი ფართო პორტფელითა და საქმიანობით, რისთვისაც კომპანიის თანადამფუძნებლებს ელენე ბარათაშვილსა და ლევან თითბერიძეს ვუთმობთ ჩვენს ეთერს. მადლობა თქვენი დროისთვის. დიდი მადლობა პირველ რიგში და სტუმრობისთვის და არ ხართ უცხოები, განსაკუთრებით BMG-ისთვის, თუმცა დღეს სრულიად სხვა კუთხით და სხვა ამპლუაში ხართ წარმოდგენილები და ძალიან გვიხარია, ცხადია. ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნოა. და ელენე, მოდი დავიწყოთ და გავაცნოთ მისია, მიზანი Mars Marketing Solutions-ის შექმნის და რა საჭიროება დაინახეთ ბაზარზე პირველ რიგში ესეც. კი ბატონო. ძალიან ისე საინტერესოდ მოყევით ნიკა ჩვენ კომპანიაზე, რომ მოკლედ რომ ვთქვათ, Mars Marketing Solutions არის სწორედ მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია. ჩვენ გვინდა რომ პოზიციონირდეთ როგორც ჩვენი დამკვეთებისთვის სტრატეგიული პარტნიორი, მართლაც, რომელიც რაც მთავარია მიზანზე ორიენტირებულ მომსახურებებს და გადაწყვეტილებებს შესთავაზებს პარტნიორ კომპანიებს. ჩვენ გვაქვს სერვისების ძალიან ფართო სპექტრი მარკეტინგული მიმართულებით. დაწყებული ბრენდინგიდან, მარკეტინგული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის შემუშავება, ვიზუალიზაცია, 3D, 2D, ციფრული არხების მართვა და ასევე სრული მარკეტინგული აუთსორსი გუნდის, ეს ამ ფორმატითაც ძალიან ბევრ დამკვეთთან ვთანამშრომლობთ. მსგავსი ტიპის კომპანიას დაფუძნებას გარკვეული პერიოდი ვფიქრობდით, ვინაიდან ბაზარზე ვხედავდით საჭიროებას ამის. ჩვენ მე ლევანს და ჩვენ მესამე თანადამფუძნებელ თეონა ჭავჭავაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს ერთად მუშაობის, არქი შემუშავებდით 7 წელი და რაღაც ეტაპზე უკვე დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გადავწყვიტეთ, რომ უკვე დრო იყო, რომ აი ესე შემდეგ ეტაპზე გადავსულიყავი და ჩვენი კომპანია დაგვეფუძნებინა. მიზანი უბრალოდ გეგმა ასეთი იყო, რომ რაღაც პერიოდი ავიღებდით პაუზას, დავუთმობდით ჩვენი ბრენდის, ჩვენი კომპანიის მშენებლობას და შემდეგ უკვე დამკვეთებთან დავიწყებდით კომუნიკაციას, მაგრამ ჩვენ დასასიკეთოთ ისე მოხდა, რომ აი პარასკევს რო ბოლო დღე გქონდა სამსახურში, ორშაბათს უკვე დამკვეთთან ვიყავით შეხვედრაზე, რომელთან ძალიან მალე შევთანხმდით და თან რეალურად საჭიროება იყო, რომ ძალიან სწრაფად გაგვეკეთებინა ყველაფერი, იმიტომ რომ მხოლოდ ЧП-ს არსებობდა, სახელიც არ ქონდა კომპანიას და ამ დროს უკვე იწყებოდა ნელ-ნელა კომერციული მხარე უნდა გაგვეაქტიურებინა და ამიტომ ძალიან სწრაფ რეჟიმში ნეიმინგი, ბრენდინგი, მარკეტინგული სტრატეგია გავიარეთ, ეს მთელი რამოდენიმე თვე ძალიან ინტენსიურად ჩავერთეთ ეგრევე სამუშაოში. თან ერთ-ორ კვირაში კიდე მეორე აბსოლუტურად სხვა ინდუსტრიიდან დამკვეთი დაგვემატა, მერე მესამე მოყვა და ისე მოხდა, რომ რაღაცა ჩვენ კომპანიისთვის დრო
რომ დიდად აღარ დაგვრჩა, თან ამ შესაძლებლობებზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდით, რომ ძალიან გაგვეხარდა, რომ ეგრევე ეს word of mouth-ით ხდებოდა ბუნებრივია, იმიტომ რომ არანაირი კომუნიკაცია არ ქონდა, კომპანიაც არ არსებობდა და ეს ნელ-ნელა ბოლოს უკვე ახლა ოფიციალური სახე მივეცით და მიხოთ საქმე და მე ეგრე გამოვიდა. მიხოთ იმის რომ წელიწად ნახევარია უკვე ყავს არაერთი დამკვეთი, რეალურად Mars Marketing Solutions უკვე ბოლო პერიოდში მოვახერხეთ, რომ საბოლოოდ ჩამოგვეყალიბებინა, ბოლოს შტრიხები დაგვრჩა და კიდევ უფრო ფართო პრეზენტაციას აუცილებლად მოვაწყობთ უახლოეს. მანამდე მე მინდა რომ ასე ვთქვათ მიკროპრეზენტაცია აქაც მოვიწყოთ. ლევანი მინდა რომ ასე ვთქვათ ჩავრთოთ ჩვენს საუბარში და ლევან, რა უნდა იცოდეს კომპანია როდესაც მათ შორის შეიძლება ახალაც გვისმენდეს და დააინტერესოს ასე ვთქვათ თქვენი ბექგრაუნდი, თქვენი გამოცდილება და კომპანიის ასე ვთქვათ ბიოგრაფიაც და ისტორიაც, მაგრამ ამ შემთხვევაში რა უნდა იცოდნენ, რას თავაზობს Mars Marketing Solutions-ი მათ? რამდენად ფართო დიაპაზონშია თქვენი სერვისები გაშლილი? დიახ, ჩვენი პოტენციური მომხმარებლებისთვის პირდაპირ შეგვიძლია ახსენოთ, როგორც ელენამ ჩამოთვალა, ვთქვათ, ის სერვისები, ძირითადი მარკეტინგული სერვისები, როგორც ბრენდინგი, ვიზუალური ბრენდინგი, სტრატეგია, მარკეტინგ სტრატეგია, კონსულტაცია, ციფრული არხები და კიდევ ყველაფერი, მოკლედ, რაც მარკეტინგში ხდება, ჩვენ აბსოლუტურად ყველა სერვისის თავაზობთ ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს და საინტერესოა, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ პროცესში, როდესაც ვიწყებთ ხოლმე, მაშინ ფორმირდება და შეიძლება რაღაც კონკრეტული პატარა კამპანიით დავიწყოთ და დაგვიწყია და შემდეგ გაგრძელებულა კიდევ უფრო სიღრმისეული და გრძელვადიანი თანამშრომლობებით. ჩვენი დაპირება მომხმარებელთან პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენი ის გამოცდილება, რაც ელემენტს ისაუბრა და ზოგადად მარკეტინგში არქიმდეც არაერთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებთან თანამშრომლობდით და მუშაობდით მარკეტინგის თიმებში და მაღალ პოზიციებზე, რაც გვაძლევს იმ საშუალებას და იმ გამოცდილებას, როცა ჩვენ ვიცით რა როდის ჭირდება ბიზნესს. შესაბამისად, ნებისმიერ დამკვეთს ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ კარგად სიღრმისეულად შევისწავლოთ მათი შიდა პროცესები, ბიზნეს სტრუქტურა და ზოგადად როგორ ფუნქციონირებს კომპანია და რა არის მათი მთავარი მიზანი. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერ დამკვეთს რაღაც თავის პირადი სურვილი კონდეს, კონკრეტულად რაღაც უნდოდეს და იმის გაკეთება. და ხშირად სწორედ ამიტომ ვახსენე, რომ ფორმირებას მომხდარა და შეგვიცვლია, რომ კი ბატონო, ეს ძალიან კარგია, რაც თქვათ დამკვეთს უნდა, მაგრამ სწორი დრო ჯერ სხვა რაღაცისთვის არის, რომ დავიწყოთ თქვათ იმ ქრონოლოგიურად, რა ჭირდება მისი ბიზნეს მისაღწევად. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობთ, რომ მოვერგოთ მომხმარებლებს, დამკვეთებს, რა ჭირდებათ, რა ინტერესებს და რა არის მათი კონკრეტული მიზანი, რომ მივიდეთ იმ სეგმენტაციიდან, საბოლოო ჯამში მარკეტინგზე, რაც რომ ბევრი ვილაპარაკოთ, ყველაფერი დადის იმ სეგმენტაციამდე, რომელი ბრენდი ვისთვის არის განკუთვნილი და ვისთვის შექმნილი. შესაბამისად, ელენამ როგორც ახსენა, რომ შეპესე იყო და ბრენდი შევქმნით, ანუ მაგ დროს კიდევ ყველაფერი უფრო კარგად და დაწვრილებით ხდება დაგეგმვა, რომ სწორედ იმ მიზანთან მივიყვანოთ და სტრატეგიული მიმართულებები ავირჩიოთ დამკვეთთან ერთად, რომელიც მათ მიზნებს ზუსტად და შედეგებზე იქნება ორიენტირებული. აი, აქვე მინდა რომ დავაზუსტოთ თქვენი ჩართვის საჭიროება დაახლოებით რა ხანგრძლივობას უყურებს. ეს არის ერთჯერადი, რომ სწორ რელსებზე დააყენოთ მარკეტინგულად კომპანია და მათ შორის შეიძლება იყოს ხანგრძლივი და აუთსორსეც გამოყოთ შესაბამისი სპეციალისტი, რომელსაც მიამაგრებთ ამა თუ იმ კომპანიას. დღესდღეობით ახლა დაახლოებით 10 თანამშრომელი ყავს, რომელიც მიმდინარე პროექტებზე ჩართული, ზოგადად ყოველთვის ვცდილობთ, რომ კონკრეტულ კომპანიას და იმ პროექტს, რომელსაც ვიღებთ და რა საჭიროებაც ჭირდება, მისთვის შესაფერისი კადრები შეუსწავლოთ. ყოველთვის გვინდა, რომ ჩვენმა თანამშრომლებმაც და რა თქმა უნდა დამკვეთთმაც მიიღოს ისეთი სერვისი, როცა ადამიანს უხარია იმ ბრენდთან და იმ სფეროში და იმ ბიზნეს სექტორში მუშაობა და შესაბამისად ვცდილობთ, რომ ყოველთვის შევურჩიოთ შესაბამისი ჩვენი თანამშრომელი, ასევე სხვა ბრენდებთან თანამშრომლობთ ხოლმე ყოველთვის მარკეტინგულ სააგენტოებთან ერთადაც, რადგან ჩვენი პროფილი თვითონ Mars-ის, როგორც Marketing Solutions-ის, არ არის კონკრეტულად
კრეატიული სააგენტოს მიმართულება პირიქით ჩვენ დავინახეთ ის სივრცე ბაზარზე, სადაც საჭიროა უფრო მეტი შუამდგომლობა და ის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რაც კომპანიებს სჭირდება იმისთვის, რომ თუნდაც რომლემ სააგენტოებთან კი ბატონო ძალიან ბევრი გვისაუბრია და გვითანამშრომლია, მათთან ერთად დღესაც ვაგრძელებთ რა თქმა უნდა სხვადასხვა ბრენდებთან. აი ელენე, რა საჭიროება დაინახეთ? ეხლა მინდა რომ ეს მომიყვეთ ძირითადად ასე ვთქვათ თქვენი პორტფელის მაგალითებიდან და ზოგადად ბაზარსაც რომ გადავხედოთ. სად არის ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა და ასე ვთქვათ თქვენ სად ხედავთ განვითარების რესურს პოტენციალს ამ მიმართულებით? ჩვენ კომპანიას რო ვაფუძნებთ, როგორც თქვი, დავინახეთ მისი საჭიროება და პირველ რიგში ვიტყოდი რომ რა თქმა უნდა დღესდღეობით ყველა კომპანია ხვდება რომ მარკეტინგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია კომერციული ორგანიზაციისთვის და ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ და ასევე პროფესიონალები უნდა ჩართონ თავიანთ მარკეტინგულ სამუშაოებში და ქმედებებში. თუმცა ძალიან ბევრი კომპანიისთვის საკმაოდ რთულად საკმაოდ დიდი რესურსი ჭირდება იმას რომ in-house ყავდეს გამოცდილი მაღალკვალიფიციური ხელმძღვანელი, რომელსაც საკმაოდ მაღალი ანაზღაურება უნდა გადაუხადო, ასევე მერე მას ჭირდება თიმი, გუნდი, რომელიც უკვე აღასრულებს ამ ყველა სრულად სტრატეგიას და ძალიან ბევრი კომპანიისთვის გაცილებით უფრო ეფექტურია ყავდეს ჩვენაირი პარტნიორი, რომელსაც საჭიროების მიხედვით რა მომსახურებაც არ უნდა დაგჭირდეს შენი, რო ყავდეს შენი მარკეტინგული გუნდი, რასაც დაავალებდი და რა მიზანსაც დაუსახავდი, აბსოლუტურად ნებისმიერი შემთხვევით შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და კონკრეტულად ამ საჭიროებაზე მორგებული მომსახურებები მიიღოს. და ეს გუნდი არ ყავდეს არა in-house, არამედ ჩვენ outsource-ზე ვიყოთ საკმაოდ გამოცდილი, მაღალკვალიფიციურ კადრებთან გქონდეს წვდომა ძალიან კონკრეტული მიზნების ჭრილში. ანუ ხარჯების ეფექტიანობით და დაზოგვით ნამდვილად გაცილებით მიიღოს, ასე ვთქვათ, ეფექტიანი. გაცილებით, აი ერთი კარგი მაღალანაზღაურებადი ჰედის ხელფასად შეიძლება მიიღოს საკმაოდ ესეთი რამოდენიმე მომსახურება სპექტრისთან. ლევანმა როგორც აღნიშნა, ჩვენ მეც ლევანიც და თეონაც ამ შემთხვევაში სამივე დამფუძნებელი ყოველთვის ვართ ჩართული ჩვენ ნებისმიერ დამკვეთის პროექტში, ასე ვთქვათ, სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, სტრატეგიული გადაწყვეტილებების და დაგეგმვების დროს ყოველთვის ვართ ჩვენ ჩართული და შემდეგ უკვე მხოლოდ აღსრულების დონეზე ერთვებიან ჩვენი კოლეგები, რა თქმა უნდა, ჩვენი მონიტორინგის ქვეშ. ანუ ჩვენ არ ვართ კომპანია, რომელიც თავიდან მოვა, მოგიყვება ლამაზად და მერე ვიღაც სხვას გადააბარებს და სხვას გააკეთებინებს. ჩვენ ვაკეთებთ იმ ძირითად და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, რაც ჩვენს პარტნიორებს ჭირდებათ და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა აღსრულებაში შემოდიან დანარჩენი ადამიანები. აი აქვე ახსენა ლევანმა, რომ კრეატიული სააგენტოს ფუნქციებს არ ვითავსებთო ჩვენო და ჩვენ არ ვართ ხო, მაგრამ აი თუ მოიცავს მათთან თანამშრომლობასაც მათ შორის. რა თქმა უნდა, ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ წლებია და ჩემი აზრით ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ძლიერი მხარეც კიდევ ერთხელ ხაზი რო გავუსვათ არის სწორედ ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი წელი ვმუშაობდით დამკვეთის მხარეს. ჩვენ ვიყავით სწორედ ის ადამიანები, რომელიც ემუშავებოდა outsource კომპანიებს და აქედან გამომდინარე ძალიან კარგად ვიცით ის ტკივილები, ის გეფები, რაც შეიძლება შეიქმნას outsource კომპანიასთან მუშაობის დროს. ანუ მაგალითისთვის ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება კომპანიამ ძალიან კარგი რაღაც დაწეროს სტრატეგიაში, ძალიან ლამაზად ჟღერდეს, ძალიან კარგი იდეები იყოს, მაგრამ შემდეგ უკვე აღსრულების ეტაპზე აღმოჩნდეს, რომ ეს არის არაპრაქტიკული, არ გამოდის, ვერ ინერგება სხვადასხვა მიზეზების და გამო. სწორედ ამიტომ ჩვენ, როგორც ლევანმა თქვა, თავიდან ძალიან კარგად ვსწავლობთ კომპანიას, რომ ისეთი გადაწყვეტილებები შევთავაზოთ, რომელიც მათი კომპანიისთვის არის ძალიან მისაღები და პრაქტიკული და რაც ნამდვილად ჩვენი გამოცდილებითაც ვიცით, რომ შედეგს დადებს, ან გუჯერა, იმიტომ რომ ახალი რაღაცა შემთხვევაა ვთქვათ და გუჯერა რომ ეს აუცილებლად იმ შედეგს მოუტანს და რაც თავარია გააკეთებენ. ჩვენი შესაბამისად, აი ეს მე მონიტორინგის პროცესიც რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ სრულად როცა პასუხისგებლობას ვიღებთ, როცა სრულად ვიღებთ მარკეტინგულ outsource ჩვენ თავზე. თუ ეს ვთქვათ არის სტრატეგიის შექმნა უბრალოდ და შემდეგ უკვე აღსრულებას კომპანია თავად აკეთებს, აქ რა თქმა უნდა კონსულტაციის დონეზე შეგვიძლია დავრჩეთ და გაუწიოთ და ხა მაგაზე უარს არასდროს არ ვეტყვით ჩვენს დამკვეთებს, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში უკვე ესეთი ფორმატის შემთხვევაში კომპანია თავად აკეთებს
აღსრულებას, თუმცა ჯერჯერობით სიმართლე გითხრათ, სადაც აი ესე დავიწყეთ, რომ მოდი სტრატეგია გავაკეთოთ, მე რაღაცნაირად თუ ისე მოხდა, რომ დავჭით და დავჭით, ხო? ხოდა ისად დარჩით, ეხა ლევან ეს მოგუყავით და რამდენად დივერსიფიცირებულია ამ იმართულებით პორტფელი. როგორც ჩვენი გამოცდილება მოიცავდა სხვა ბიზნეს სექტორში მუშაობას და დაგროვილ გამოცდილებას მარკეტინგის მიმართულებით, ისევ დღევანდელი ჩვენი კლიენტები და დამკვეთები არიან სხვადასხვა ბიზნეს სექტორიდან, როგორც აღნიშნა უძრავი ქონებიდან და სხვა აბსოლუტურად. უძრავ ქონებაში კარგად გიცნობენ ისედაც და გაქვთ მრავალწლიანი გამოცდილება და ხო, თავისთავად განსაკვირი არ არის, მაგრამ მე უფრო მაინტერესებს სხვა სექტორები, რამდენად აქტიურობენ და აი აქაც როგორ მოსინჯეთ თქვენი ძალა. აქტიურობენ, ერთ-ერთი აი როგორც ელენა ყვებოდა ჩვენს ისტორიას, ერთ-ერთი დამკვეთი ძალიან მალე რძის ნაწარმის ბიზნეს სექტორიდან დაგვემატა და ძალიან აქტიურად და უკვე ამ ერთი წლის მანძილზე საინტერესო შედეგები გვაქვს რიცხვების მხრივ და ზუსტად ეგ არის ჩვენი მომხმარებლებთან და დამკვეთთან დაპირება, რომ ჩვენ შედეგებზე ვართ ორიენტირებული და ყოველთვის იმით ვზომავთ რა შედეგს მოიტანს რეალურად კამპანია იქნება თუ ჯამში ჩვენი მომსახურება და ჩვენი გაკეთებული საქმე, შესაბამისად კონცენტრირდებით ისეთ დეტალებზე, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომლისკენაც მიდის კომპანია და რაც სჭირდება ბიზნესს. ყოფილა აი ხა საუბრობდით სხვა ფორმატზე თანამშრომლობის, გვაქვს როგორც სრული აუთსორს მარკეტინგი და ესევე მსახურებით როგორც უძრავ ქონებაში, ასევე ამ რძის ნაწარმის ჯანდაცვის სფეროდანაც ჯანდაცვის სფეროდანაც და კიდევ სხვადასხვა აბსოლუტურად სათამაშოების და სხვა სტარტაპების და დიდი ორგანიზაციების, რომელიც კი ყოველთვის ნებისმიერი მარკეტინგის თანამშრომლისთვის და საბოლოო ჯამში როცა მუშაობ მარკეტინგში, ყოველთვის გინდა რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქტთან კონდეს შეხება და გიტომ ვიცოდით ჩვენს დიდი ხანი და წლების წინ რომ აუცილებლად მივიდოდით იმ ეტაპზე, როცა ეს კომპანია უნდა დაგვიარსებინა და შევსულიყავით ბაზარზე უკვე სხვა მიმართულებით, როგორც ჩვენი შექმნილი კომპანია და გაუწიოთ ის გამოცდილება, რაც დავაგროვებთ ამ მე პირადად 10 ელენემ 15 ასე შემდეგ ეს წლები გამოვიყენოთ უკვე და მარკეტინგი ზოგადად როგორ განვითარდა, ამასაც შევეხეთ 1-2 სიტყვით და ზუსტად ძალიან დიდი განსხვავება 10 წლის წინ რა ხდებოდა ბაზარზე. ეს საინტერესოა კი და როგორ განვითარდა, როგორ შეიცვალა და დღეს რა სტატუს კო აქვს ამ სფეროს ზოგადად საქართველოში. რა სჭირდება მეტად განვითარების შესაძლებლად? აი როგორც ვახსენე და ვამბობდი, რომ დაახლოებით 10 წლის წინ იყო ერთ-ერთი გამორჩეული და უფრო 15 წლის წინ, როდესაც ციფრული არხები გამოჩნდა ზოგადად ჯერ ბიზნესში საერთოდ არ იყო შესული, მაშინ იყო ის პერიოდი, როდესაც ბიზნესები ფიქრობდნენ, რომ გვინდა თუ არა რომ გქონდეს სოციალური არხი, როგორც თუნდაც Facebook-ია. ამ წლების განმავლობაში უკვე რაღაც 5 წელიწადში დაახლოებით რომ ესე მაილსტოუნებად დავყოთ, ვითარდებოდა თვითონ ბაზარიც. როგორც სარეკლამო ინდუსტრიას შევეხეთ, ძალიან დიდი ზრდა და საერთაშორისო მიმართულებით განსაკუთრებით და ეს ძალიან ეხმარებოდა თვითონ ბაზარსაც, რომ მარკეტინგი რამდენად მნიშვნელოვანი იყო უფრო ადრე გაიგო თვითონ მთელ ქვეყანაში ბიზნეს და დღეს უკვე იმ სტადიაზე ვართ და მისული რომ აბსოლუტურად ყველა კომპანია მიცის რომ ჭირდება მარკეტინგული კომუნიკაცია, აბსოლუტურად ყველა მიცის რომ უნდა შექმნას ბრენდი, რადგან თავიდან თუ საუბრობთ ნებისმიერ პროდუქტის რეალიზება იქნება ეს თუ კომერციალიზაცია, როცა ბიზნესი ცდილობს რომ თავის ახალი ბიზნესი დაიწყოს, მოკლედ თავიდან იყო რომ რაღაც უნდა იდოს თაროზე და მივიდეს ადამიანი და აიღოს შეიძინოს და რაღაც ნიდიდან დაწყებული, რომ აუცილებელი საჭიროების პროდუქტებიდან მივედით დღეს უკვე ისეთ ბრენდებამდე, რომელიც ჩვენს ემოციებზე მოქმედებს და ის განდომებს და შენ სურვილებს ქმნის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ბრენდებთან კომუნიკაცია ხალხს აქვს უკვე როგორც ერთგვარ ადამიანებთან, იმიტომ რომ ბრენდი ყოველთვის ცდილობს რომ პოზიციონირდეს თავის სეგმენტში. კი ბატონო. ბეჯიც ადამიანია, მისი განვითარების ყველაზე კარგი მაგალითი ეს არის. ნამდვილად, შეცდომებზე სწავლის უნარით, მათ შორის და განვითარების უწყვეტი დინამიკით. ელენე, გეგმები მინდა რომ შევაჭამოთ, ჩემი დასკვნითი კითხვა ეს არის, რას უყურებს ახლა კომპანიის სტრატეგიული განვითარება? საკმაოდ დიდი და ამბიციური გეგმები გვაქვს, უბრალოდ ეს რა თქმა უნდა ეტაპობრივად გვაქვს გაშლილი. ამ ეტაპზე პირველ რიგში უფრო თავის დამკვიდრებას
განვითარება და გაცნობა უფრო ფართო საზოგადოებისთვის გვაქვს, რა თქმა უნდა, პირველადი გეგმა. სამომავლოდ ვფიქრობთ, როგორც ლევონ მოგვიყვანა, ჩვენც გვაქვს ამბიციები, რომ საერთაშორისო ბაზარზეც გავიდეთ. ყავს კოლეგები და მეგობრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიმართულებით მუშაობენ და მათთან კოლაბორაციებს განვიხილავთ. ასევე გვაქვს გეგმაში გარკვეული პროდუქტების შექმნა, ხელოვნურ ინტელექტს კი ვიცით ახლა რომ ძალიან უკვე ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს იკავებს ნელ-ნელა და მით უმეტეს ბიზნესში. შესაბამისად გვაქვს გეგმები გარკვეული პროდუქტების შექმნა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებით, რომელიც ჩვენნაირ კომპანიებსაც და ასევე ნებისმიერი კომპანიის მარკეტინგულ გუნდს გარკვეულწილად შეუმსუბუქებს, ასე ვთქვათ, ცხოვრებას და გაუმარტივებს ბევრი რამის კეთებას და ეს ცოტა სხვა პროფილი და სხვა მიმართულებაა, მაგრამ ასევე ჩვენი კომპანიის ჭრილში მსგავსი ტიპის განვითარებაზეც ვფიქრობთ და გვინდა რომ რაღაცა უფრო ესეთი პროდუქტებიც შევქმნათ, რომელიც ჩვენს გამოგვადგება და სხვებსაც. კი ბატონო, წარმატება ძალიან დიდი მადლობა. თქვენ და Mars Marketing Solutions და კიდევ ბევრი გვექნება მოსაყვანი. დარწმუნებული ვარ და მივადებთ თვალყურს აუცილებლად BMG მოინიშნავს, ასე ვთქვათ, ახალ კომპანიას, რომელიც იქნება მათ შორის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის. გამზიარებელი. მადლობა და წარმატება. ელენე ბარათაშვილი და ლევან თითბერიძე Mars Marketing Solutions-ის თანადამფუძნებლები იყვნენ ჩვენთან ერთად. სანამ რეკლამაზე გავალთ, კიდევ ერთი ვიდეო ისტორია უნდა შემოგთავაზოთ თემაზე, თუ რა ფილმებს უყურებს პაპი, რომის ახალ პაპს გულისხმობ და ძალიან საინტერესო არის მისი კინემატოგრაფიული გემოვნება სხვათა შორის და რეკლამის შემდეგ უკვე რამდენიმე ძალიან საინტერესო თემით ასევე სტუმრით დაგებრუნდებით. რომის პაპი ლეო მე-14 დიდი კინომოყვარულია. ის ასევე ხვდება თუ რაოდენობით გავლენას ახდენს კინემატოგრაფის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და კულტურის განვითარებაზე. განსაკუთრებით იმ დროს, როცა სტრიმინგ პლატფორმების და სოციალური ქსელების მეშვეობით კინო გლობალური ფენომენი გახდა. კინოზე და მის როლზე სასაუბროდ რომის პაპმა ლეო მე-14 ვატიკანში მნიშვნელოვანი ფიგურები მიიწვია. შეხვედრა 15 ნოემბერს რომის პაპის რეზიდენციაში შედგა, თუმცა მანამდე პაპმა მედიასთან მის საყვარელ ფილმებზეც ისაუბრა. ლეო მე-14-მ 4 ფილმი გამოარჩია, რომელთაგან ყველაზე ძველი 1946 წელს გამოშვებული It's a Wonderful Life-ია. It's a Wonderful Life ამერიკული კინემატოგრაფიის გამორჩეულად თბილ და საყვარელ კლასიკურ ნაწარმოებად რჩება. ფილმი ჯორჯ ბეილის ცხოვრების შესახებ გვიყვება. ადამიანის, რომელმაც საკუთარ ოცნებებზე უარი თქვა და ცხოვრება სხვებს დაუთმო. უმძიმეს მომენტში ჯორჯს ანგელოზი გამოეცხადება, რომელიც აჩვენებს თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება მის გარეშე. რეჟისორი ფრენკ კაპრა თითოეული ადამიანის ღირებულებას და სიკეთის ძალას გვაჩვენებს. საშობაო სიმბოლიზმით გაჯერებული ეს ფილმი დღესაც შთააგონებს თაობებს. The Sound of Music, ანუ მუსიკის ჰანგები, მუსიკალური ფილმის ბრწყინვალე ნიმუშია, რომელიც მარია ფონ ტრაპის რეალურ ისტორიას ეფუძნება. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მხიარულ და თავისუფლების მოყვარულ მარიაზე, რომელიც სამხედრო კაპიტნის 7 შვილის აღმზრდელად მიავლინეს. მარიას სითბო, მუსიკა და ენერგია ოჯახში ტკბილ ჰარმონიას აბრუნებს, ხოლო კაპიტანს და მარიას შორის არსებული ურთიერთობა დროსთან ერთად ღრმავდება. ფილმი, რომელიც ავსტრიის გერმანიასთან მიერთების თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმის ფონზე ვითარდება, სიყვარულის, ემპათიის და პიროვნული სიმტკიცის შესახებ გვიყვება. პაპის კიდევ ერთი გამორჩეულად საყვარელი ფილმია Ordinary People. ფილმი ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც ჩვეულებრივ ამერიკულ ოჯახში არსებული ტკივილის და ემოციური დაძაბულობის შესახებ გვიყვება. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ჯარეტების ოჯახი ნელ-ნელა იშლება. დედა გრძნობებს უარყოფს, მამა შვილის გადარჩენას ცდილობს. გადარჩენილი შვილი დანაშაულის შეგრძნებას ებრძვის. ფილმი ადამიანების რთული შინაგანი ბრძოლის შესახებ გვიყვება და გვანახებს თუ რაოდენ რთულია ემოციური გახსნილობა და როგორ ქმნის ეს პრობლემას ოჯახის შიგნით. რობერტ რედფორდის ფაქიზი რეჟისურა და მსახიობების ძლიერი შესრულება ამ ფილმს გარდასახვის და ემოციური გამოჯანმრთელების ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად აქცევს. მედიასთან ლეო მე-14-მ მის საყვარელ ფილმებს შორის Life is Beautiful დაასახელა. ფილმი ადამიანის საოცარ უნარს გამოსახავს. ყველაზე სასტიკ გარემოშიც კი შეინარჩუნოს სიყვარული, ემპათია და იმედი. თავდაპირველად ფილმი ლაღი რომანტიკული კომედიაა, სადაც ხალისიანი გვიდო სატრფოს პოულობს და ბედნიერ ოჯახს ქმნის. მალევე ოჯახი საკონცენტრაციო ბანაკში აღმოჩნდება, რაც ფილმს სევდას სცემს. გვიდო მცირეწლოვან შვილს რეალობას უმალავს და ბანაკის საშინელებებს თამაშად აქცევს. Life is Beautiful გულწრფელი, სათუთი და ტრაგიკულად ლამაზი ამბავია თავდადებაზე, მამა-შვილურ სიყვარულზე და იმ ნაპერწკალზე, რომელიც ადამიანის გულში სითბოს ყველაზე ბნელ პერიოდებშიც ინარჩუნებს.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ამ ნაწილშიც არ შორდებით დიდად მარკეტინგის მიმართულებას, უფრო ციფრულ სამყაროში ამ ნაწილში ვინაცვლებთ კომსკულის საქმიანი ამბები უნდა მოვიკითხოთ სკოლის, რომელიც მიღმა მარკეტინგისა, ბიზნესისა და მენეჯმენტის დიზაინისა და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია და თავადაც უსვამენ ტექნოლოგიების მიმართულებითაც იღებს პასუხისმგებლობას მომავლის პროფესიონალების გაზრდაზე. მანამდე სანამ კომსკულის მონაგარსა და შედეგებზე ვისაუბრებთ, სიახლეებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ახალი ხელმძღვანელი ყავს სკოლას ამასობაში თეო ზანგურაშვილი ბოლო წლებში ტექნოლოგიური და უფრო სტარტაპ პროექტებში იყო ჩართული, ახლა უკვე ოფიციალურად საგანმანათლებლო პლატფორმის ხელმძღვანელის ამპლუაში გვერდდება პირდაპირ ეთერში. თეო, გამარჯობა. მადლობა ძალიან დიდი თქვენი დროისთვის და პირველად ხართ ჩვენთან ამ სტატუსით. კი, პირიქით მადლობა მოწვევისთვის. ახალია თქვენთვისაც და გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას ამ მიმართულებით თქვენთ და კომსკულსაც თქვენთან ერთად. მინდა რომ ეს რაღაცა კარიერულ ცხოვრებაში ახალ ეტაპზე კონცენტრირდეთ ამ შემთხვევაში და ამით დავიწყოთ საუბარი. თქვენთვის ასე ვთქვათ, რას ნიშნავს აი ამ მიმართულებით უკვე პოზიციონირება და ტექიდან გადახვედით უკვე განათლებაში და აი რამ განაპირობა ასეთი შესაძლოა არ იყოს კარდინალური, თუმცა ცვლილება ცალსახად არის. კი, ნამდვილად ესეთი დიდი და მოცულობითი ცვლილება არის ჩემთვის. ბოლო წლები აქტიურად ვიყავი ჩართული ძირითადად ტექნოლოგიურ პროექტებში და ციფრული პროდუქტების მენეჯმენტში და მათ შორის ბოლო 2 წელი უშუალოდ სტარტაპის შენებაში ვიყავი აქტიურად ჩართული. ამის პარალელურად საგანმანათლებლო სივრცესთან შეხება სულ მქონდა. მე თვითონაც ვასწავლიდი რამდენიმე ადგილას ზუსტად იმ მიმართულებებს, რაზეც ვმუშაობდი და ასე ვთქვათ, ჩემი კარიერულ გზაზე მომენტი იშვიათად იყო, როცა განათლებასთან შეხება და კვეთა არ მქონდა. ამიტომ ასე ვთქვათ, სულ თანამდებად მომყვებოდა ეს მიმართულება და ინტერესი ყოველთვის მქონდა, რომ რადგან ტექნოლოგიები ძალიან ვითარდება და მე თვითონაც ამ პროცესში ჩართული ვიყავი, ყოველთვის გიწევს იმასთან შეჯახება, რომ ირა უნარები გვაკლია, რომ კიდე უფრო კარგი პროდუქტი გავაკეთოთ, უფრო კარგი სტარტაპი შევქმნათ და მე თვითონ რომ ამასთან ძალიან აქტიური შეხება მქონდა და მე თვითონ ვეჯახებოდი კონკრეტულ გამოწვევებს, მამამ კიდე უფრო საინტერესო გახადა, რომ მე ეს ჩემი გამოცდილება ეხა განათლებაში გადმოვიტანო და თქვა რა დაბრკოლებებსაც მე შევხვები ვარ. ის ყველაფერი ახლა გაუმარტივა სხვებს უკვე კომსკულთან ერთად, რა თქმა უნდა. ესე იგი, თეორიის მიღმა პრაქტიკაშიც უკვე გამყარებული გამოცდილებით შეუერთდით ამ გუნდს და რა ხედვა გაქვთ, აი როგორ მგონიათ ახლა, ასე ვთქვათ, კომპანიის განვითარება, სანამ ვისაუბრებთ შედეგებსა და მონაგარზე, აი საით უფრო ხედავთ გაფართოების რესურს შედეგების გაუმჯობესების ნაწილში? პირველი ალბათ, რასაც ვიტყოდი, არის ის, რომ თბილისის კომუნიკაციების სკოლას დიდი ხანია უკვე მომხმარებელი იცნობს, 2018 წლიდან არსებობს და ისეთ კურსებს და პროგრამებს თავაზობთ, როგორიც არის ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, მარკეტინგი, ინჟინერია, ყველაზე, ასე ვთქვათ, დღეს გლობალურად მოთხოვნად სკილებს და უნარებს ვაძლევს სტუდენტებს და პირველ რიგში ჩვენი მიზანი არის, რომ კიდევ უფრო შორს და წინ გავიხედოთ და ისეთი პროგრამები შევთავაზოთ ჩვენ სტუდენტებს, რომლებიც საშუალებას მისცემს, რომ არა მარტო დღეს უკვე ხვალ და მომავალში ძალიან წარმატებულები იყვნენ და გლობალურადაც შეძლონოთ, თუნდაც დასაქმდნენ თავიანთი კარიერა განავითარონ და ამ კუთხით ასე ვთქვა დიდი მიღწევები ჰქონდეთ. ამისთვის პირველ რიგში ჩვენი მიზანი არის, რომ ძალიან დღევანდელ საჭიროებებზე მორგებული ახალი პროგრამები შევიმუშაოთ. წელს უკვე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ძალიან ბევრი ახალი პროგრამა დავაანონსეთ და დავლანჩეთ და ბევრი სტუდენტიც გადამზადდა ამ მიმართულებით და გეგმაც ეს არის, რომ უკლედ ამ ტრენდებს ფეხი ავუწყოთ და მაქსიმალურად საჭირო სკილები მივცეთ ჩვენ სტუდენტებს. ნუ ტექნოლოგიების ერაში ვართ და ხელოვნური ინტელექტის ზრდასა და განვითარებასთან ერთად რომ მათ შორის ქართული საგანმანათლებლო პლატფორმებიც ნერგავენ ამ მიმართულებას, ეს ბოლო პერიოდში ცალსახად იკვეთება, თუმცა აი კომსკულის შემთხვევაში რა არის ის ინდივიდუალური ხელწერა, რაც AI-ის სწავლების პროცესში დაყვება კომპანიას. ხელოვნური ინტელექტს დღეს უკვე თითქმის ყველგან და ყველაფერში ვახსენებთ, ალბათ აღარ არის ინდუსტრია სფერო, სადაც არ გვეხება ეს ყველაფერი. ჩვენი მიზანი არის, რომ ვასწავლოთ პრაქტიკაში როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი. მაგალითად, გვაქვს პროგრამები, სადაც ვასწავლით უშუალოდ კონტენტის შექმნაში როგორ უნდა გამოიყენონ, როგორ უნდა გამოიყენონ მენეჯერებმა იმისთვის, რომ პროცესები გაამარტივონ, ასე ვთქვათ. ვასწავლით ინჟინერიაში როგორ უნდა გამოიყენონ უფრო აქტიურად. ჩვენი მიზანი არის, რომ მხოლოდ ზოგადად არ შევეხოთ ამ ინდუსტრიას და სფეროს და
ძალიან სიღრმეში და ტექნიკურ დეტალებამდე ჩავიდეთ, ვინაიდან არ არის დღეს აუცილებელი, რომ აუცილებლად ტექნოლოგიებში ვიყოთ იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენოთ. იმიტომ რომ ნებისმიერ სფეროში გვჭირდება და ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ თუნდაც არატექნიკურ ადამიანებსაც, ამის ასე ვთქვათ, სკილები მიუცეთ, რომ ნებისმიერ სფეროში დაენერგოს მაგალითად ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები ან თუნდაც პროცესებში რაღაცები გაიმარტივოს, აი დააჩქაროს ის სამუშაო, რასაც აკეთებს და ვცდილობთ, რომ ძალიან ფოკუსირებულად კონკრეტულ მიმართულებებზე გავაკეთოთ ამ კუთხით აქცენტი. აი ამ ხრივ სიღრმისეული ასე ვთქვათ მიდგომა რას მოიაზრებს და რამდენად ასე ვთქვათ ეს არის ინდივიდუალურად ემუშავებით ასე ვთქვათ ყველა სტუდენტს თუ აი რა ნაწილში ზოგადად კომსკულის მიდგომა ესეთი არის, რომ ვართ ყველაზე მომხმარებელზე ორიენტირებული სკოლა, რაც იმას გულისხმობს, რომ თითოეული სტუდენტის აზრის სურვილი ყოველთვის გათვალისწინებული არის ჩვენი პროგრამების შემუშავებისთვის და ყოველთვის უსმენთ მათ, რა თქმა უნდა. ანალოგიურად ლექტორების გამოცდილებასაც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად პროცესში დავაინტეგრიროთ და ისეთი გუნდი ყავს ლექტორების, რომლებიც თვითონ ყოველდღიურად ამ საქმიანობაში ჩართულები არიან და თქვათ პრაქტიკულ რეალურ кейსებზე დაყრდნობით ასწავლიან ჩვენ სტუდენტებს და საბოლოოდ ჩვენი პროგრამის გავლის შემდეგაც სტუდენტს უკვე ხელშესახები პროექტები აქვთ, რომლებზეც მუშაობენ ამ კურსის ფარგლებში და თქვათ რეალურ რეჟიმში სწავლობენ გარდა თეორიისა, პრაქტიკაში როგორ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი. უფრო ვორქშოპებზე და მსგავს მეთოდებზე არის დაფუძნებული ჩვენი სწავლება. რასაც ჩვენებს მიღწეული შედეგები რიცხვებში, როგორც კურსდამთავრებულების, ასევე მიმდინარე კურსების რაოდენობა და ასე ვთქვათ, მრავალპროფილურობაც საინტერესო არის და რამდენი წელია უკვე რაც შეგისრულდათ ბაზარზე? 2018 წლიდან ვართ ბაზარზე, უკვე საკმაოდ მყარი საფუძველი გვაქვს ქართულ საგანმანათლებლო ინდუსტრიაში. მიმართულებებს რაც შეეხება, ისე ამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წუთას მაგალითად კომსკულში მიმდინარეობს როგორც ხელოვნური ინტელექტის კურსი, ასევე მარკეტინგის, ინჟინერიის, თითქმის ყველა იმ მიმართულების კურს ფარავთ, რაც შეიძლება რომ დღეს დაგჭირდეს იმისთვის, რომ მოთხოვნადი კადრი იყო ბაზარზე და შეძლო რომ თუნდაც საერთაშორისო ბაზარზეც დაფუძნდე, ასე ვთქვათ. და მიზანი ესეც გვაქვს, რა თქმა უნდა, რომ საქართველოს ფარგლებსაც გავუცდეთ და ის უცხოური განათლება ჩემოვიტანოთ ჩვენთან, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ასე ვთქვათ, ჩვენ სტუდენტებსაც საშუალება მივცეთ, რომ უფრო ასე ვთქვათ, ფართო არჩევანი ქონდეთ დასაქმების კუთხისათაც და განათლებაზე წვდომის მიმართულებითაც. რას გულისხმობთ? აი ამ ნაწილში განათლების ექსპორტზე, როდესაც მივდივართ, ეს არის თეორიული ცოდნის და ყველა იმ ინოვაციის და ტრენდის დანერგვა ქართულ ბაზარზე თუ მათ შორის ადამიანური რესურსითაც შეიძლება რომ ვივარაუდოთ ამ ხრივ ნაბიჯების გადადგმა. დიახ, ალბათ ორივე ნაწილში. ტექნოლოგიებმა ასევე ერთი კარგი რაც მოგვიტანა არის, რომ ეს ბარიერები საზღვრების ძალიან მოხსნა, ხო? ნებისმიერ ქვეყნიდან შეგვიძლია რომ ვისწავლოთ, ნებისმიერ რესურსზე შეგვიძლია რომ გქონდეს წვდომა და ჩვენც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ ამ პროცესში ჩავერთოთ და როგორც თუნდაც ჩვენი ძალიან მაგარი ლექტორების რესურსი გავხადოთ ხელმისაწვდომი უცხოელებისთვის, ანალოგიურად უცხოელი სპეციალისტების რესურსიც გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენ სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილება და ასე ვთქვათ, პრაქტიკული ცოდნა მივცეთ. იმიტომ გვინდა რომ ეს ბარიერები ამ კუთხით მოხსნათ, რასაც ტექნოლოგიები ძალიან გვიმარტივებს. პლუს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი კურსები და პროგრამები ონლაინ არის სრულად, რაც ბევრად ამარტივებს ჩვენი სტუდენტებისთვის ნებისმიერი ლოკაციიდან სწავლას და ასე ვთქვათ, სამსახურთან შეთავსებას და სხვა ასე ვთქვათ, მიმდინარე პროექტებთან. ეხლა რამდენი ყავთ მიმდინარე სტუდენტი და ჯამურად აი ამ 7 წლიან პერიოდში რა რაოდენობის კურსდამთავრებული მიითვალეთ? ჯამურად უკვე 3000-ზე მეტი კურსდამთავრებული ყავს, რაც ყოველდღიურად ეს რიცხვი უფრო იზრდება და იზრდება, რა თქმა უნდა. და ეს აერთიანებს ყველა მიმართულებას, ასე ვთქვათ, რასაც კომსკულში ვაერთიანებთ, როგორც მარკეტინგს, ისე ტექნოლოგიებს, ინჟინერიას და ასე შემდეგ. და რამდენად მზად არიან თქვენი კურსდამთავრებულები, შემდეგ უკვე თანამედროვე, ასე ვთქვათ, შრომის ბაზარს მოერგონ სრულად და ერთმნიშვნელოვნად და რამდენად არის მათ შორის სტატისტიკაში ასახული წარმატებული кейსების მაგალითებიც, როდესაც იპოვეს ამ ადამიანებმა თქვენთან მიღებული ცოდნით შესაბამისი მათ შორის მაღალანაზღაურებადი სამსახური.
ჩვენ სტუდენტებთან ესეთი მიდგომა გვაქვს, რომ როდესაც პროგრამას და კურსს ჩვენთან ასრულებენ, ამით არ წყვეტენ ქომსკულთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობას. გვაქვს დამატებით ჩვენი კურსდამთავრებულების კლუბი, რომლებისთვისაც ყოველთვის გვაქვს ხელმისაწვდომი სხვადასხვა ვაკანსიები, შესაძლებლობები და ასე ვთქვათ, კურსს რო დაამთავრებენ, უკვე ეხსნება ძალიან ბევრ შესაძლებლობაზე წვდომა და მუდმივად ჩვენ პარტნიორობთ როგორც მარკეტინგის, ასევე ტექნოლოგიების მიმართულებით, როგორც ქართულ, ასევე არაქართულ კომპანიებთან, რომლებიც პირველად ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის გვიზიარებენ ხოლმე სხვადასხვა შესაძლებლობებს და ძალიან ბევრი წარმატების ესეთი кейსიც გვაქვს, როცა ჩვენი სტუდენტი ჩვენ პარტნიორ კომპანიაში მერე დასაქმებულა და დღემდე წარმატებით საქმიანობს. ძალიან დიდი მადლობა თეო წარმატება თქვენ ყველა იმ გეგმის მიზნის განხორციელებაში, რაც დასახულია ახალ, ასე ვთქვათ, მიმართულებებსაც აუცილებლად მოვიკითხავთ ცოდნის ექსპორტს, ასე ვთქვათ, როგორ მოახდენთ და წარმატებით განახორციელებთ უკვე ამ ყველაფრის გადმოტანას ადგილობრივ ბაზარზე. მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევით. თეო ზანგურაშვილი ქომსკულის ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი და სანამ დაგემშვიდობებოდეთ კიდევ ერთი სიუჟეტი უნდა შემოგთავაზოთ ტეტჩერის რევოლუციაზე, როგორ აღორძინა რკინისლედი ბრიტანეთის ეკონომიკა. აი ამ თემას გიტოვებთ. მე კი ერთი კვირით გემშვიდობებთ დროებით. GIG, დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი და ბიზნეს მედია საქართველოს წარმოგიდგენთ. რას ვიყვებათ რომ 1970-იანი წლების ბოლოს გაერთიანებული სამეფო საკუთარ თავს აღარ ჰგავდა. ომების შემდგომი დემოკრატიული სოციალიზმის ექსპერიმენტმა ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანა. უხმა სუბსიდიებმა, პროპკავშირების უკონტროლო ძალაუფლებამ და პოლიტიკური კონსენსუსის მიუღწევლობამ ერთ დროს მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო ყოფნა არ ყოფნის წინაშე დააყენა. ინფლაცია 27%-ს მიუახლოვდა, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი აბსურდულ 98%-ს აღწევდა, უმუშევრობა 10%-ს აღემატებოდა. ეკონომიკის 30% კი სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა. წარმოების პროდუქტიულობა წლების განმავლობაში არ იზრდებოდა, სიმძლავრეები ფუჭადი ხარჯებოდა იმ საწარმოებისთვის, რომელთაც მოგებაზე გასვლა აღარ შეეძლოთ. 1976 წელს ქვეყანა იმდენად გაუფასურდა, რომ დახმარებისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა. ეს ამბავი ბრიტანეთისთვის პოლიტიკურ, კულტურულ და ფსიქოლოგიურ დარტყმად იქცა. სწორედ ასეთ ვითარებასა და მომენტუმში ცალა გამოცლილ პოლიტიკურ სპექტრსა და კრიზისის ეპიცენტრში გამოჩნდა ქალი, უკომპრომისო, შეუდრეკელი, რკინის ნებისყოფითა და იმ პოლიტიკურ ეკონომიკური ხედვით, რომელმაც ქვეყანას კაპიტალთან ერთად ეროვნული ღირსება და საერთაშორისო ავტორიტეტი დაუბრუნა. Mr. Chairman, Mr. President, ladies and gentlemen, I stand before you tonight in my red star chiffon evening gown. საღამოს წითელ კაბაში გამოწყობილი. ზოგისთვის ქალი კალიგულას თვალებითა და მერლინ მონროს ტუჩებით. ზოგისთვის მოუსვენარი კუდიანი, რძის ქურდი, ინგლისის საუკეთესო კაცი და რაღა თქმა უნდა რკინისლედი. სვლადი და მრავალფეროვანია მარგარეტ ტეტჩერის პიროვნების განმსაზღვრელი მეტაფორები, თუმცა დღემდე უცვლელია მისი როლი არამხოლოდ ბრიტანეთის, მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის ისტორიაშიც. My face softly made up and my fair hair gently waved. The Iron Lady of the Western World. მდგომარეობა ზედმეტად რთული იყო ცვლილებების ყველა მიმართულებით, ერთდროულად განსახორციელებლად, ამიტომ გადაწყვეტა უპირველესად ინფლაციისთვის მიეხედა. ამას მოჰყვა საგადასახადო და პროპკავშირების რეფორმა, პრივატიზაცია და დერეგულაცია. გაუქმდა თანხის გადაცვლის რეგულაციები, გაადვილდა მრეწველობისა და მომსახურების სფეროში საქმიანობისთვის საჭირო ნებართვების აღება, ფულის მიწოდება, მთავრობის კონტროლს დაექვემდებარა, რაც სამთავრობო ხარჯების შეზღუდვასაც გულისხმობდა. ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ თვეში ტეტჩერმა საშემოსავლო გადასახადი შეამცირა. რამდენიმე წელიწადში ყველაზე დაბალი გადასახადი 25%, უმაღლესი კი 40% შეადგენდა. მოსახლეობა რეფორმებს მხარს არ უჭერდა. ტეტჩერს აკრიტიკებდნენ. პარლამენტი ლამის აუმხედრდა, არ დააკლო საზოგადოებამაც. სხვათა შორის 1970-იან წლებში ტეტჩერი რძის სკანდალის მთავარი ფიგურანტიც გახდა. თანამედროვე საქართველოში ამ უკვე კარგად ნაცნობმა სიტყვათა შეთანხმებამ რომ არ დაგაბნიოთ, განგიმარტავთ, რომ ამ შემთხვევაში ტეტჩერმა სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო ჭიქა რძის მიწოდება აკრძალა და მესამედით გაზარდა სასკოლო საუზმის ღირებულება. ბიუჯეტმა
პრეზიდენტმა ცოტა კომიკური 8 მილიონი ფუნტი დაზოგა. ძის ქურდად შერაცხულ პოლიტიკოსს შეცდომის აღიარებაც არ გასჭირვებია. მე ხშირად იხსენებდა ამბავს თვითირონიით. პოლიტიკური სიძულვილის მაქსიმუმის პროვოცირება მოვახდინე მინიმალური ფინანსური სარგებლის პირობებშია. სამაგიეროდ მეორე საპრემიერო ვადის დროს მთელი ქვეყნისთვის უზრუნველყო მოგების მაქსიმუმის პროვოცირება. ეკონომიკურ რეფორმებში საკვანძო ადგილი პრივატიზაციას ეკავა. ტეტჩერის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად კერძო საკუთრებაში გადავიდა ისეთი გიგანტები, როგორიცაა ბრიტანეთის პორტების ასოციაცია, ბრიტანეთის აეროპორტების ასოციაცია, British Petroleum, Britoil, British Telecom, British Airways, აგრეთვე მანქანათმშენებლობის გრანდები, Rolls-Royce, Land Rover და Jaguar. რეფორმების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ 1982-90 წლებში ბრიტანეთის ინდუსტრიის პროდუქტიულობა წლიურად საშუალოდ 4.9%-ით იზრდებოდა. 1973-79 წლების 1.9%-თან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველწლიურად 3.3%-ით იზრდებოდა. უმუშევრობა თითქმის ორჯერ შემცირდა და ტეტჩერის წასვლის დღეს 6.2% შეადგენდა. მაშინ ეს საუკეთესო მაჩვენებელი იყო ევროპის უდიდეს ეკონომიკებს შორის. სახელმწიფო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 54.6%-დან 40.1%-მდე დაეცა. 1989 წელს კი 20 წლიანი დეფიციტის შემდეგ პირველად სახელმწიფო ბიუჯეტმა პროფიციტი აჩვენა 1.6%-იანი მაჩვენებლით. იმეტა სხვადასხვა კორპორაციის აქტივებმაც მოსახლეობის საკუთრებაში. თუ ადრე 7% იყო პრივატიზაციის შემდეგ ეს მაჩვენებელი 23%-ს გაუტოლდა. ბრიტანეთში კატასტროფულად დაეცა მოუქნელი ბიუროკრატიისადმი მიწვნილი ანეკდოტების რიცხვიც. და მაინც ამ ყველაფრის მიღმა და პარალელურად რკინის ლედის მთავარი მიზანი ბავშვით ჭირვეული პროფკავშირების მორჩულება იყო. გამოუვიდა კიდეც 1990 წლის ნოემბერში მისი თანამდებობიდან გადადგომის დროს პროფკავშირებში გაწევრიანებული მუშების რაოდენობა სამჯერ 20%-მდე იყო შემცირებული. დანგრეული ეკონომიკის პარალელურად ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი საერთაშორისო ურთიერთობებიც აღადგინა ქვეყნის გამორჩეულად ძლიერმა ქალმა. 1982 წელს მისი მეთაურობით ბრიტანეთმა დაიცვა ქვეყნის ძირითადი ნაწილისგან 15,000 კილომეტრით დაშორებული ფოლკლენდის კუნძულები. ამგვარად ამაღლდა როგორც ქვეყნის, ისე დასავლური დემოკრატიების საერთაშორისო ავტორიტეტი ფოლკლენდის ომში. ბრიტანეთთან დამარცხებამ არგენტინის სამხედრო ხუნტას ლეგიტიმურობა გამოაცალა. მარტო ბრიტანეთს კი არა, ცივ ომში მყოფ მთელ მსოფლიოსაც ისე გაუმართლა, რომ გლობალური კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამოაზრეებად და თანამებრძოლებად აქცია გლობალური პოლიტიკის ორი მთავარი ფიგურა. რონალდ რეიგანთან ერთად მისი როლით შეუფასებელია ბოროტების იმპერიის დამარცხებაში. ტრანსატლანტიკური კავშირი და ამერიკა-ბრიტანეთის განსაკუთრებული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი მყარი, როგორც ტეტჩერ რეიგანის პარტნიორობის და უფრო მეტად ღირებული მეგობრობის პერიოდში. საიდუმლო არ არის, რომ მე პირადად ვაღმერთებ პრემიერ-მინისტრს. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა თავისუფლებისა და საწარმოების მიმართ. ჩემთვის დღეს ის ყველაზე ძლიერი და პრინციპული ლიდერია საერთაშორისო ასპარეზზე. სამწუხაროდ, რეიგანისგან განსხვავებულად ფიქრობდა მაშინ ბრიტანელების უმრავლესობა. ტეტჩერის რევოლუცია ქვეყანაში დღემდე უმწვავესი დაპირისპირების საგანია. მემარცხენე ძალებს ამ საუკუნეშიც არ წარმოუდგენიათ მასზე უფრო საძულველი პოლიტიკური ფიგურა, თუმცა რაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა ფიქრობდნენ მასზე, არაფერი შეცვლის მოცემულობას, რომ ტეტჩერმა 1990 წელს სულ სხვა სახელმწიფო დატოვა, პოლიტიკურად თავდაჯერებული, ეკონომიკურად აღმავალი და სრულად განკურნებული ბრიტანული ავადმყოფობისგან.